რა განსხვავება ხიზილ ცხოვრებასა და მომხმარებელი ადამიანის ცხოვრებას შორის? მე ორივე როლში ვყოფილვარ დაახლოებით მომხმარებელი ვიყავი ალბათ 10 წელზე მეტი. რა არის ზოგადად მომხმარებლის ცხოვრება? საღამოს დავიწყებ, ხო, როცა იძინებს ადამიანი პირველი აქვს ყოველთვის შიში, რომ ხვალინდელი დღე ისევ გათენდება და ხვალიდან ისევ ყველაფერი იწყება და რა იწყება ხვალიდან? დილით ისევ ლომკა, ან თუ ლომკაში არ ხარ, შიში, რომ ის ეგრეთ წოდებული ბარიგა მიპასუხებს თუ არა, ფულისად ვიშოვო, ვინ მოვატყუო, ოჯახის წევრებმაც იციან უკვე რომ აქტიურ მოხმარებაში ხარ და როგორ დაძვრე სახლიდან, კონფლიქტური სიტუაციები, დაძაბულობა, არავისთან ურთიერთობა არ გაქვს. თუ ფაქტიურად შენთანაც არავის არ უნდა უკვე ურთიერთობა, თუ მომხმარებელი ხარ, ნორმატიული ადამიანები, საქმიანი ადამიანები, არავინ არ იჭერს შენთან ურთიერთობას, ისე მომხმარებელ მეგობრებთან გაქვს ურთიერთობა, მაგრამ იმ მომხმარებელ მეგობრებთანაც არ ჩერდები, უკვე მთავარია დოზა აიღო და ისე მიდიხარ სახლში, შემდეგ ან ვიდეოებს ვსვოლავ, ან ტელევიზორს ვუყურებ. და ეს მეორდება ყოველ დღე დაუსრულებლად. არანაირი ნდობა, არანაირი პატივისცემა, ანუ შენ სიტყვას ფაქტიურად არავინ პატივს არ ცემს, ყოველი სიტყვის მერე გიწევს ან დაფიცება, ან დაგინებაც ხანდახან. შესაბამისად, ეგ არის რა მომხმარებლის ცხოვრება, როდესაც ამბობენ, რომ გამოფხიზდები ცხოვრება, უინტერესოა, უხალისოა. მეგობრებო, რო დაუკვირდეთ მომხმარებლის ცხოვრებას, მე იქ საინტერესო ვერაფერი ვერ ვნახე. მერწმუნეთ, მან მე რო საინტერესო რამე მენახა, ეხლა ამ ვიდეოს მე არ ჩავწერდი და არც ხიზელი არ ვიქნებოდი. დღესვე დაუბრუნდები მოხმარებას, მაგრამ რომ რამე საინტერესო იყოს. ეხლა რა პლუსები აქვს სიფხიზლის? პირველი ის არის, რომ ნებისმიერ ეხლა ვინც მისმენს მომხმარებელი გამიგებს, რომ შიშით არ ვიღვიძებ, რომ დღეს ლომკაში ვიქნები, შიშით არ ვიღვიძებ, რომ ვინმე დამიჭერს, ფული სად ვიშოვო, ვინ მოვატყუო, დამიბრუნდა პატივისცემა, ნდობა, თავდაჯერებულობა, ვიპოვე ჩემი საყვარელი საქმე, შევიძინე ბევრი ახალი საინტერესო მეგობარი, ვარჯიში დავიწყე და ვითარდები, ცხოვრების რაღაც ინტერესი და ხალისი გამიჩნდა. ამიტომ მეგობრებო, დღეს თუ იწყებთ გამოჯამთელებას, უბრალოდ არ იცის თქვენმა ტვინმა ახალი ცხოვრება როგორ უნდა დაიწყოს. კი, ძველი ცხოვრება იცის და წლების გამოცდილება იცის, როგორ მოიხმაროს, იცის, როგორ იკაიფოს. და უბრალოდ ამის გარეშე არ იცის, როგორც პატარა ბავშვი სწავლობს სიარულს, ისე უნდა ისწავლოს დამოკიდებულმა ადამიანმა ცხოვრებას. ამიტომ ყოველთვის ვიძახი, მხოლოდ ლომკის გადაგდება არ არის გამოჯამთელება. გამოჯამთელება ეს არის პროცესი, ეს არის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური პროცესი, ეს ეტაპები ყველა უნდა გაიარო. რომ რაღაცა შეიგრძნო, რაღაც ემოციები შეიგრძნო და თავი კარგად იგრძნო. მე ყველას გისურვებთ მშვიდ და პოზიტიურ დღეს.